ამ ერთი წლის მნიშვნელობაზე მინდა პირველ რიგში თქვენი აზრი მოვისმინო. სიუჟეტის ძირითადი ხაზი მაინც იყო იდენტობის შენარჩუნების ეგიდით ფაქტობრივად ქართული დნმ-ის ცდელობა. აი რა შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად გაუცნობიერებული და მარტო საკუთარ ძალაუფლებაზე ორიენტირების გამომოქმედი ხელისუფლება გვყავს თუ ეს არის უფრო კარგად გააზრებული და არა მხოლოდ თბილისში რომელიღაცა ბორცვზე მოკალათებული ადამიანის თავში მოხარშული ამოცანების რეალიზება. Როგორც მადლობა მოწვევისთვის და მართლაც მნიშვნელოვანი თარიღს უახლოვდებით. თარიღი, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთი წლის განმავლობაში ქართველი ხალხი იბრძვის და აპროტესტებს ერთ რამეს, რომ ის არ უნდა ჩამოშორდეს ცივილიზაციას. თანამედროვე ცივილიზაციას არ უნდა ჩამოშორდეს და სწორედ ამას ემუქრება დღეს ივანიშვილი, რომელსაც სურს რომ გამოგლიჯოს ქართული საზოგადოება, საქართველო და წაიყვანოს სხვა მიმართულებით. თქვენ ძალიან საინტერესო კითხვა დასვეს, რომელსაც ძალიან ბევრი სვავს, ხო? ეს არის რუსული პროექტი თუ ეს არის ასე ვთქვათ ივანიშვილი რაღაც მხოლოდ თავისას ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, ეს დაახლოებით იგივე არის, როგორც ვთქვათ, მაგალითად იტალიელი მაფიოზი. ეს არის სოციალური, ეს არ არის მხოლოდ რაღაც ჩვენ არისტოტელეს ოლიგარქიაზე არ ვლაპარაკობთ, ან კიდე ოლიგარქიის რაღაც სხვა. ეს არის რუსი ოლიგარქი, რომელიც არის ამ სოციუმის სოციალური ცხოველი. და რასაკვირველია, მას აქვს ორი იპოსტასი. ერთი არის პირადი ინტერესები და ერთდროს ითქვა ამ რუს ოლიგარქებზე, რომ მათ საკუთარი თავის გარდა არავის არ აინტერესებს. სხვა შორის ეს ერთ-ერთმა მილიარდერმა თქვა დასავლეთში, რომ მეო ძალიან გულშემატკივრებდიო და დავინახეო, რომ საკუთარი ინტერესის გარდა მათ საერთოდ ინტერესი არ აქვთ. ოღონდ ეს ინტერესი ხშირ შემთხვევაში ასე ვთქვათ მოდის არ მოდის წინააღმდეგობაში რუსეთის ინტერესთან და ეს მნიშვნელოვანია, ხო? მას რასაკვირველია უნდა რომ შეინარჩუნოს გარკვეული ავტონომია, ისეთი ავტონომია, რომელსაც ასე ვთქვათ კრიმინალური ავტორიტეტებს აქვთ ხოლმე ან რაღაც ნამესნიკებს აქვთ ხოლმე, ხო? აქვთ გარკვეული პროკურორებს აქვთ და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ეს მიზანი შეიძლება გქონდეს ნებისმიერს ივანიშვილი იქნება თუ სხვა ავტორიტარული მისწრაფებების მქონე ადამიანი, მაგრამ ჩემი აზრით მაინც აქვს მნიშვნელობა იმას რა კოორდინატა სისტემაში თამაშობ. რაღაცა ეტაპის შემდეგ შენი რესურსები მცირდება, მით უმეტეს ბუნებრივი რესურსებით ისეთ არამდიდარ ქვეყანაში როგორც საქართველოა და შენი დამოკიდებულების ხარისხი იზრდება. აი ხა სხვა შორის გადაცემაში დაწვრილებით გვექნება საუბარი კობახიძეზე, თავის ნარნარი ხმითა და ტონალობით დღეს რო გვარწმუნებდა რომ მოგვენდეთ, აი რაღაცა კაშპიროვსკის სიენსი გამახსენდა, ისე ვითომ რაღაცა დაწნარებულოთ არაფერი სანერვიულო არ არის და ხო გვირდებოდითო რომ აი გეუბნებოდითო რომ საქართველოში რუსიფიკაცია არ მოხდებოდა და ხო არ მოხდებაო და ზუსტად ასევე არ მოხდება არაბიზაცია. პრობლემა ის არის რომ ევროპული და დასავლური ინტეგრაციის შეჩერებასთან ერთად ამ სამყაროდან მიღებული პრივილეგიები, უპირატესობები ჩერდება და ამას ჭირდება შევსება, რაღაცი დაბალანსება. და ამის ალტერნატივა არის მხოლოდ აღმოსავლეთი. დავარქვათ ამას გლობალური სამხრეთი, რომელიც მოცემულობა არის ასეთი, რომ ეს არის ავტორიტარული ალტერნატია დემოკრატიულ სახელმწიფოებს. ეს იქნება არაბეთი, იქნება ჩინეთი თუ იგივე რუსეთი. შენ სხვა გზა უბრალოდ არ გჭირდება. რომ რაღაცი დააბალანსო. არაბული ინვესტიციით იქნება ეს თუ რუსული კრიმინალური საცეცებით. ამიტომ შეიძლება პირველ ეტაპზე ივანიშვილისთვის ეს ყოფილიყო ამოცანა, მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც ის აღარ არის რესურსებით უზრუნველყოფილი რუსეთის გარეშე ამ მიზნის შენარჩუნებაში. ზუსტად. სხვა ჩვენ უნდა შევახსენოთ ივანიშვილს და კობახიძეს და სხვებს, რომ ვერ გავიხსენებთ ვერცერთ რუსეთის ვერცერთ ქართველ მსახურს, რომელიც მათ არ მოეკლათ. დაწყებული პირველი რევოლუციანები და დამთავრებული ბერიათი. ბერიაზე მეტი ხო არავის არ გაუკეთებია,
ოღონდ მოკლეს. ხო? და მათ შორის სტალინი ესე ვთქვათ მისი სწავლული გამოაგდეს კრემლიდან, ხო? მავზოლეუმიდან, ხო, მავზოლეუმიდან გამო. ამიტომ ეს მსახურება ყოველთვის ძიმე მთავრდება მათ თვისაც, ოღონდ ჩვენთვის არ არის შვება, ხო? ეხლა რაც შეეხება ასე ვთქვათ სამხრეთს და აღმოსავლეთს, ხშირ შემთხვევაში დასავლეთი და აღმოსავლეთი, ხო? სინამდვილეში ხომ დღეს დასავლეთი და აღმოსავლეთი კი არ არის. დასავლეთი დღეს არის ცივილიზაციური მოდელი, საყოველთაოდ ცივილიზაციური მოდელი, რომელიც დამყარებული არის დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, თანასწორობაზე, სოლიდარობაზე, ხო, რაციონალობაზე, რასაც აღმოსავლეთი კი არ უპირისპირდება. არამედ უპირისპირდება მოდერნის, ანუ თანამედროვეობის, ანუ ცივილიზაციის ანტიმოდერნული პროექტები. და ეს პროექტები სხვადასხვა არის. ეს იყო იგივე ბოლშევიზმი, ეს იყო იგივე ნაციზმი და ეს არის იგივე ფუნდამენტალიზმი, ეს არის იგივე ჩინური ვერსია, ან ირანული ვერსია, ხო, ფუნდამენტალისტური ვერსია. ეს არ არის რაღაცა ჩინური კულტურის, ასე ვთქვათ, ზეობა, ეს არის პრინციპში და იგივე ირანი ეს არ არის კლასიკური გაგებით აღმოსავლეთ, რომელსაც შეიძლება ვეთფოდეთ და ძალიან მაღალი კულტურა იყო, ხო, ერთიც და მეორეც. ეს სინამდვილეში იმისი დაკნინება არის და ანტიმოდერნული პროექტებია, რომელიც ავტორიტარული, როგორც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის დროს ღერძი ბოროტების, ეს ღერძი არის ავტორიტარიზმის, რომელშიაც უნდა ჩასვას ბიძინამ საქართველოს და წარმოიდგინეთ თქვენ ზუსტად აღნიშნათ, რომ რა რესურსი შეიძლება გქონდეს აი ამ მცირე სახელმწიფოს, რომელიც უნდა ჩაჯდეს და ითამაშოს ამ მონსტრების თუ შეიძლება ითქვას კორპორაციაში. ნუ ეს ავტომატურად ბატონ სერგო ნიშნავს იმას, რომ სუბიექტივიზმი დაკარგულია. ანუ ის არ არის მოთამაშე. ყველა ვარიანტი ობიექტი ხდება და აქ უბრალოდ ალტერნატივა მდგომარეობს იმაში, რომელ დიდ მოთამაშეს ავტორიტარს ექნება უფრო მეტი გავლენა ამ ტიპის საქართველოს. ამ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად ექნება სამხრეთით რომელიმე სხვა სახელმწიფო თუ ასე არაბულა მასშტაბის უკონტროლო ინვესტიციებს, რომ თავის პოლიტიკური გავლენებიც მოყვება ავტომატურად, შეიძლება ინტერესი დიდი არ ქონდეთ, მაგრამ ხელაფული რო შემოდის, იქ თავისთავად ცხადია, რომ მის უზრუნველყოფა აუცილებელია, უბრალოდ ეს კანონია. Follow the money არის ერთ-ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, ლოგიკური გაგრძელება გასაღების საპონად. მაგრამ ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს? იმისთვის, რომ ეს ამოცანა ივანიშვილმა შეასრულოს, არა მოკლევადიანად, როგორც ახლა ახერხებს, არამედ თუნდაც საშუალოვადიანად, გრძელვადიანად გამორიცხულია, მას სჭირდება მნიშვნელოვანი სოციალური ინჟინერიის ექსპერიმენტები, ასე დავარქვათ. თუმცა ეს ექსპერიმენტი აღარ არის, არამედ გააზრებული პოლიტიკის ნაწილია. და ამის გამოხატულება არის ზუსტად ახალგაზრდა თაობის, უკვე გაზრდილი თაობის გაწნეხვა საქართველოსთან და დღეს შესავალში გარკვეული ალეგორიები მქონდა, რომელიც მართლა ძალიან საოცრად კრეატიულ მოვლენას, ასე ვთქვათ, ანაკლიაში ზუგდიდელი აქტივისტების მიერ ამ გეოგრაფიის 384 მეტრიანი წარწერის გამოსახულებას უკავშირდებოდა, რაზეც რეჟიმმა მათ შეატყობინა, რომ მათ დაარღვიეს რაღაცეები და ალბათ ამაზე პასუხსაც აგებინებენ, ხო, რომ რაღაცა გათხარეს ნაყოფიერი მიწის ფენა დაუზიანებიათ, იმით რომ ხაზები გაავლეს და რასაც ეხა აკეთებს ივანიშვილი, ეს არის საზოგადოების და ჩვენი ერის ინტელექტუალური ჰუმუსის ბიოლოგიური ტერმინია, ბევრმა იცის, ეს არის ის ნიადაგის ნაყოფიერი ნაწილი, რომლიდანაც ნაყოფი ამოდის, ასე ვთქვათ, ხო? ამის მოხსნას ცდილობს, რაც კომუნისტებმა თავის დროზე გააკეთეს უფრო რადიკალური ხერხებითა და მეთოდებით, ახლა სხვა ფორმებით განდევნოს ერთიან საზოგადოებრივ სივრციდან, სახელმწიფო სივრციდან, საჯარო სამსახურებიდან ასე შემდეგ. და უკეთეს შემთხვევაში ბჭყალებში მთლიანად ქვეყნიდან. ესეც რო არ ყოფნის ამას ჭირდება უკვე მომავალ თაობებზე ზემოქმედების ქმედითი იარაღები და აი აქ შემოდის უკვე განათლების სისტემის რეფორმის ინიციატივა. აი ამაზე მინდა რომ უფრო დაწვრილებით ისაუბროთ, აი ამ დიდ კონტექსტში რაც ჩვენ ვისაუბრეთ, რამდენად ადეკვატურია რომ ამას მივაბათ. მე თუ ეს რაღაცა იზოლირებული მოვლენაა, უბრალოდ ჭირდებათ ცენტრალურ უბნებში სადეველოპმენტო ტერიტორია ახალი ფულის აგება. რასაკურველია თქვენ ზუსტად აქაც ერთი მეორე არ არის, ეს საერთოდ არ არის, ასე ვთქვათ, ეს მარტივი ამბავი, ხო, რომ უბრალოდ რაღაც შენობები უნდა, თუმცა რაღაც პრობლემა. აი ზუსტად წინა კვირას იყო ევრონესტის რეზოლუცია. და რას ამბობს ეს რეზოლუცია? რომ ის გმობს ქართული ოცნების მხრიდან თავდასხმებს
პოლიტიკურ ოპოზიციაზე, მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, თავისუფალ სასამართლოზე და უკვე გაჩნდა აკადემიური სივრცე და აკადემიური ინსტიტუტები, ხო? და ფაქტობრივად ის რაც გამოაცხადა კობახიძემ, რა გეგმაც გამოაცხადა, ეს არის საქართველოში უნივერსიტეტების ნგრევა. ამას გადაჭარბებით არ ვამბობ და ახსნე. როდესაც კობახიძე ამბობს, რომ 85% სტუდენტებისა არიან თბილისში და ეს უნდა შეიცვალოს, ეს ნიშნავს თბილისში და სხვაგანაც სხვათა შორის არსებული უნივერსიტეტების ნგრევას და სხვა არაფერს, ხო? ეს ნიშნავს და მეორე, როდესაც ამბობს ამას ამატებს, რომ ესე იგი მათ უნდა განსაზღვროთ ერთ ქალაქში ერთი პროფილი და ერთ ქალაქში ერთი პროფილი და ეს ნიშნავს, რომ საქართველოში პრაქტიკულად აღარ იარსებობს ბევრი უნივერსიტეტი, იმიტომ რომ იქ სადაც სახელმწიფო განსაზღვრავს პროფილებს, ეს აღარ არის უნივერსიტეტი, ეს არის პროფილური ინსტიტუტები, რაც გააკეთა პრაქტიკულად სტალინმა თავისი, ასე ვთქვათ, მმართველობის გარჟირაზე 29-30 წელს მან გააუქმა უნივერსიტეტი და გადააქცია სხვადასხვა ინსტიტუტად. დაშალა ფაქტობრივად და ესეც არის დაშლა. და პირველ რიგში ეს არის ქართული, ანუ ივანე ჯავახიშვილისეული საუნივერსიტეტო ქართული კონცეფციის საწინააღმდეგო. ხო, სხვათა შორის მაშინ გააგდეს ივანე ჯავახიშვილი და სხვები, სხვათა შორის გადაიყვანეს ისინი პედაგოგიურ ინსტიტუტში და პედაგოგიურ ინსტიტუტად ესე ყველა ვისაც ვიცნობთ ახლა და ყველა ინტელექტუალი უმრავლესობა მათი იყო პედაგოგიურ ინსტიტუტში შემოფარგლეს იქ და 3 წლის განმავლობაში უნივერსიტეტი იყო ფაქტობრივად დაშლილი და შემდეგ უცებ ნუ თქვეს რომ ესე არ შეიძლება და დავაბრუნოთ საუნივერსიტეტო განათლება კომუნისტებისთვისაც კი არის და მაშინ იყო სხვა შორის ახლა სხვა არის რომ ტექნიკური და სპეციალობები და მაშინ იყო დევიზი რომ ლექციამ დრო მოჭამა და დაზგებთან უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებსო. აი ეს არის ფაქტობრივად დანგრევა უნივერსიტეტების და რო წარმოვიდგინოთ მასშტაბი და ვის ეხება ეს უშუალოდ და რა მასშტაბს ეხება. რომ ავიღოთ მარტო თბილისის მასშტაბი რო ავიღოთ და ავიღოთ 3 დიდი უნივერსიტეტი, ხო? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6000-ზე მეტი სტუდენტს იღებს და 4000-ზე ცოტა მეც იღებს, ესე იგი, ტექნიკური და ილიას უნივერსიტეტი. ეს ნიშნავს დაახლოებით, რომ თუ პროფილური გამოცხადა და თუ ერთ ქალაქში უნდა იყოს ერთი ფაკულტეტი, როგორც ჩემი მეგობარი ხუმრობს, ესე ვთქვათ, დავაბრუნეთ ერთ ქვეყანაში ერთი ფაკულტეტი, ხო? ანუ როგორც იყო საბჭოთა კავშირში, ხო? ერთი უნივერსიტეტი. და ნუ ჯერს ერთი სრულიად ღიათა თქვა კობახიძემ, რომ მის იდეალი არის საბჭოთა უნივერსიტეტის და საბჭოთა მოწყობის უნივერსიტეტი. ხო? პირდაპირ თქვა, ღიათა თქვა. სერგო, ჩინეთიც არ არის იდეალი. სხვა შორის ახლა განათლების მინისტრი ჩინეთში არის და აცნობს ამ ქართული მიზნით არისო წასულიო. კადრები არ მოგვიმზადები, მაგრამ ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს დღეები არის ჩინეთში. ესეც მაჩვენებელია, იმიტომ რომ ჩინეთის განმანათლებლო სისტემა არ არის ხელწარმოსაკრავი, მათი მიღწევებიც ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოა, სხვა საქმეა, რომ იქ სოციალური, ასე ვთქვათ, მეცნიერებების სწავლების კუთხით რა პრობლემებია და ზოგადად თავისუფლების ხარისხის, მაგრამ იმ ნაწილშიც კი არ ბაძავენ ჩინეთს, ეს ტიპიური, ახლა უკვე ვეღარც იმას ვერ ვიტყვით, რომ რუსული მოდელია, რუსულიც პროვინციალური მოდელი, შეერთებაში. აი გიგა ზედანეამ თქვა ამას წინათ, რომ საბჭოთა კავშირისშიც კი რაღაცა უფრო დიდის ნაწილი იყო ქართული საგანმანათლებლო სისტემა. ეხლა ესეც არ არის, ეს თქვა, ეს არის რაღაცა უაღრესად პროვინციული, რაღაცა მოაფიქრდა ბიძინას და ანუ მოუყვა ამის შესახებ. კობახიძეს ალბათ მის აი ძველ ვოლგას რომ მისტირის ეს ბიძინა, ალბათ სადღაც იქ, ხო? და ეს არის დაახლოებით 4-დან, მარტო თბილისიდან 4-დან 6000-მდე სტუდენტი, რომელსაც შეიძლება უბრალოდ არჩევანი შეეზღუდოს.
არჩევანი შეიძლება კი არა ის რაც გამოცხადდა, ეს არის მათი არჩევანის შეზღუდვა. თუ ეს ეზღუდებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებში წასვლა 4000-დან 6000 ადამიანს, ხო, დაახლოებით, ხო, სად შეიძლება წავიდნენ ისინი? პირველი, ისინი შეიძლება წავიდნენ კერძო უნივერსიტეტში და მათ რადიკალურად ეზრდებათ სწავლის გადასახადი და უთანასწორობა იზრდება, იმიტომ რომ ის ვინც ეწყობა ხშირ შემთხვევაში ეს როგორ არის ჩვენი სკოლაც კი ძალიან დიდ უთანასწორობის პრობლემას ქმნის. იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ რომ ანუ ეროვნულ გამოცდებში თბილისის სკოლა დამთავრებულების ქულები 10 ქულით განსხვავდება დანარჩენი ქალაქებისა და ის კიდე რეგიონების კიდე 10, ანუ 20 ქულა სხვაობა არის. აი ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობა მიდის თანასწორობაზე და ეს თანასწორობა მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა გამოცდებამ ბევრი რამე შეცვალა, მიუხედავად ამისა, იმიტომ რომ სკოლის მდგომარეობა ვერ შეიცვალა, ამოტრიალდა ყველაფერი, ხო? და ეს ადამიანები მიდიან ან და მათ უძვირდებათ სწავლა ძალიან მნიშვნელოვნად, ან მათ მიერეკებიან ქუთაისის ბიზნეს უნივერსიტეტში. და თქვენ წარმოიდგინეთ ეს რასთან არის დაკავშირებული. შარშან მაგალითად და ამ წლების განმავლობაში შარშან მაგალითად ბიზნეს ივანიშვილის უნივერსიტეტში გამოცხადებული, ანუ 800 კაცზე იყო გამოცხადებული და ვერ შეავსეს 56%-ით ვერ შეავსეს, ხო? ანუ ბიზნეს ივანიშვილს რომელმაც ვერ შექმნა მიუხედავად ფულისა, მიუხედავად ესეთი რეკლამისა, რომელსაც სახელმწიფო და რა ვიცი კობახიძე ყველა ერთად უყურებს, ხო? ანუ 56% 400 სტუდენტი აიყვანეს მხოლოდ. მას ვერ შეძლო ის კი არა რომ თქვა იგივე ილიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წერეთლის უნივერსიტეტმა აიყვანა 1700 კაცი. იმასთანაც კი ვერ კონკურენციას ასე თქვა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აგებს. და აი კობახიძეს დაანონსება იყო რომ ჩვენ უნდა ზალით მოვკიდოთ ხელი და წავიყვანოთ იქითკენ. აი ეს არის. ან გაუშვათ და წავიდნენ და გადაიხადონ ბევრჯერ უფრო მეტი თანხა. მე ამის შედეგად აი წარმოვიდგინე 6000 და მეტი კიდო 10000-მდე სტუდენტი რო გამონთავისუფლდება ამ ერთი ფაკულტეტის გათვალისწინებით და ასევე 3+1-ის გათვალისწინებით ამას ესე იგი რამხელა შემცირებები შეიძლება მოყვეს და რამხელა გამონთავისუფლება რამხელა განდევნა უნივერსიტეტებიდან პროფესორ მასწავლებლების, ხო? ეს ხო წარმოუდგენელი ნგრევა არის, ხო? ეს მაშინ, როდესაც ქართულმა უნივერსიტეტებმა ძალიან დიდ პროგრესს მიაღწიეს. 27000 უცხოელი სტუდენტი შემოდის აქ. და აქედან შემოსული თანხა უკვე უსწორდება და უსწრებს მაგალითად ღვინის ექსპორტს. უკვე. და ეს კიდე უფრო გაიზრდება. და ეს არის თუ რამე კულტურაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ჩვენ ვართ კულტურის ექსპორტის ქვეყანა, ჩვენთან მოდიან და ჩვენთან სწავლობენ, ჩვენ არა ვართ უკვე ის ერი რომელიც მხოლოდ ჩვენი სტუდენტები მიდიან და სწავლობენ სხვაგან. ესეც უნდა იყოს, ესეც მოგვაკლდება, ესეც დაიხურება. მაგრამ ჩვენ უკვე შევქმნით ისეთი საგანმანათლებლო სისტემა, სადაც მოდიან და სწავლობენ და აღიარება არის, ხო? ამის დანგრევა უნდა. და როდესაც ამბობენ, რომ აი ხო ბიზნესმა უნდა მიხედოს უცხოელ სტუდენტებს და გააკეთოს ფულიო. ჯერ აი ამ უცხოეთში განათლებულმა ადამიანმა რა კატეგორიებით მსჯელობს წარმოუდგენელია, ხო? როდესაც ნებისმიერი უნივერსიტეტის, ნებისმიერი საერთაშორისო რეიტინგის, ხო, ერთ-ერთი კომპონენტი არის რამდენი უცხოელი სტუდენტი მოდის შენთან. იმიტომ რომ ის გაფასებს ობიექტურად შენი დონე, სასწავლო დონე იზრდება ამითი, ხო? ანუ რო შევაჯამოთ, ერგო, რისი იმედი გაქვთ თქვა ამ შემთხვევაში, ამ შეკითხვას არ დაგისვავთ, მაგრამ საუნივერსიტეტო საზოგადოებამ კი არა, ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც უყურებს ახალდროებას, შეიძლება მისი შვილი ახლა არ არის სტუდენტი, მაგრამ შვილი არის აბიტურიენტი, ან ზოგადად კი სტუდენტი, მაგრამ მასწავლებელი ყავს სახში, პროფესორია და ასე შემდეგ. კი არა, ჩვეულებრივმა ადამიანმა რა თვალით შეიძლება შეხედოს ამას, არა იმ ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ სოციალური ინჟინერიის პრიზმიდან, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია ამ ქვეყნისთვის, არამედ ამ ქვეყნის
თვის განათლების და უმაღლესი განათლების მნიშვნელობის, ასე ვთქვათ, გაფერმკრთალების პერსპექტივით. რა პრობლემების წინაშე დადგება ეს ქვეყანა? ეს არის პირველ რიგში განათლების დონის დაბლადაცემა და სამსახურის შოვნა და ეს შეეხება ყველას. ეს შეეხება არა მხოლოდ იმათ, ვინცაც თითქოს და გააყრიანა, ეს ვინც დარჩება შეიძლება გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში იყოს, იმიტომ რომ იქნება დაქვემდებარებული და დამონებული, იმიტომ რომ როდესაც არსებობს ერთი ინსტიტუცია ის არის დაქვემდებარებული ხელისუფლებაზე, იქ გაცილებით დიდი არის წნეხი და გაცილებით დიდი არის ისა. იქ თავისუფლების CEO არ აქრის, ეგ ერთი, მაგრამ სამუშაო ადგილები და კონკურენტუნარიანი არ იქნება დღეს, არ იქნება ხვალ ჩვენი ახალგაზრდა და მის მომავალს ასამარებენ. ეს არის დასამარება მომავალის არჩევანის და გარკვეულწილად სწრაფისა ბედნიერებისაკენ. იმიტომ რომ ცოდნა არის სწრაფვა ბედნიერებისაკენ, ხო? ეს არის მთავარი და ამას უკლავენ მომავალ თაობებს. სერგო რატიანი ილიაუნის პროფესორი საუბრობდა განათლების რეფორმის პერსპექტივაზე, რომელიც რეფორმის გარდა ყველაფერია და როგორც მის მეგობარი გიგა ზედანია უწოდებს დეფორმა, ნამდვილად ის რაზეც ჩვენ საუბრობთ. სერგო, ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობები.